ღარიბაშვილის დაკავება, ლილუაშვილის და სხვა მინისტრების და ჩინოვნიკების ციხეში ყოფნა, იცით რას ნიშნავს? რომ ამ ქვეყანაში არავინ დაცული აღარ ახართ, მათ შორისაც ქართული ოცნების წევრები, ამომრჩევლები და მათი ჩინოვნიკები და ბიზნესმენები. იმიტომ რომ აქამდე ხო კანონის უზენაესობა არ არსებობდა და ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ არსებობდა რაღაც დაშვება და ნებართვა ივანიშვილისგან, რომ შეიძლებოდა ფულის კეთება, შეიძლებოდა იქ რაღაცა მაიმუნობა, შეიძლებოდა იმის მოპარვა, შეიძლებოდა იქიდან ნატკატი და უეცრად ამ ყველაფერზე რაზეც მწვანე იყო ანთებული, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სელექციურად და შერჩევითად დაიწყოს იმ ადამიანების დასჯა, რომელიც მას თვალში აღარ მოსდის, რომელიც კობახიძეს მიაჩნია კონკურენტად და ყურში უჩუჩულებს ივანიშვილს, რომ ეს ხალხი დასაჭერია, უცებ რაღაცა პარანოია დაიწყო ივანიშვილს და გადაწყვიტა, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით მის უახლოეს გარემოცვის წევრები ციხეში გაუშვას და გააკულაკოს. და თქვენ წარმოგიდგენიათ თქვენ რა დაუცველები ხართ? თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ აი ჰაერში გამოკიდებული არის თქვენი მომავალი თავისუფლება, თქვენი ოჯახის კეთილდღეობა, თქვენი რაღაცა ბიზნესები, თქვენი საქმიანობა. ანუ ბიზნესი ივანიშვილი არის საფრთხე ყველასთვის და უპირველესად თქვენთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც დღემდე ხართ ქართული ოცნების წევრები, ამორჩევლები და მათთან რაღაცნაირად დაკავშირებული პირები. და ეს რაც უფრო დრო გავა, უფრო გაუარესდება და ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს არავინ, რომელიც ამ ყველაფერზე ხმას ამოიღებს, თუ ამას არ გავაჩერებთ მალე. არ შეიძლება ამ ერთი კაცის პარანოიას გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა და გადავაყოლოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა, თავისუფლება და დაცულობა.